შიდა პოლიტიკური უთანხმოება ისრაელში. დიდი ოცეულისა და გაეროს ფორუმების სრული ფიასკო. კანონი ევთანაზიის შესახებ. ისლანდიის პრემიერ-მინისტრი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ მუხაძე. გამარჯობა. 2023 წლის 7 ოქტომბრის ტრაგედიის გამოძიების საქმე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცსა და გენშტაბის უფროს ეიალ ზამირს შორის სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თავდაცვის მინისტრმა გენშტაბის უფროსთან პრაქტიკულად სამსახურეობრივი ურთიერთობა გაწყვიტა. კრიზისი დღითიდღე მწვავდება. ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ეს ორი ფიგურა სატელევიზიო ეთერში გაუთავებლად ლანძღავს ერთმანეთს. სამგდრო საციცოცხლოდ გადაკიდებული მაღალჩინოსნები პრემიერ-მინისტრმა ნეტანიაჰუმ თავისთან დაიბარა და მათი შერიგება სადა, მაგრამ ქვეყნის მეთაურთან არც ერთი მათგანი არ გამოცხადდა. პრემიერს, რა თქმა უნდა, თანამდებობიდან ორივეს მოხსნა შეუძლია, მაგრამ გახმაურებულმა კონფლიქტმა შეიძლება მმართველი კოალიცია დაშლამდე მიიყვანოს, რაც კატასტროფა აღმოჩნდება ნეტანიაჰუსთვის, მაშინ როდესაც მას ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი საშინლად ერჩის. სხვათა შორის, თავდაცვის მინისტრიც და გენშტაბის უფროსიც თავის დროზე მისი სურვილითა და რეკომენდაციით დაინიშნა. ვეტერანი პოლიტიკოსი ისრაელ კაცი, გარდა იმისა, რომ მინისტრია, ნეტანიაჰუს პარტიის ლიკუდის პრეზიდიუმის წევრიცაა. ეიალ ზამირი გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე მიმდინარე წლის მარტიდანაა. მძიმე ხასიათითა და ძნელად მოსასმენი საჯარო გამოთქმების გამო იგი ძალიან არაპოპულარულია. პოლიტიკურ ელიტაში ხშირად იწვევს ხოლმე პოლარიზაციას, მაგრამ მის დანიშვნაზე ბიბიმ თავი გადადო. თავად ნეტანიაჰუსაც მძიმე ხასიათის ადამიანად იცნობენ და მასაც ხშირად მოსდის კონფლიქტი პოლიტიკოსებთან. მაგალითად, ზამირის წინამორბედ გენშტაბის უფროსთან მას ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. არადა ჰერცი ჰალევის თითქოს ნეტანიაჰუს ნდობით აღჭურვილი პირი იყო. სწორედ მისი დაგეგმილია ბოლოდროინდელი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ნეტანიაჰუსთან დაძაბული ურთიერთობის გამო მან პოსტი დატოვა. როგორც ვთქვით, მაღალი თანამდებობის პირებს შორის კონფლიქტების ძირითადი მიზეზი 7 ოქტომბრის ტრაგედიის გამოძიების საქმე გახდა. ისრაელის მთავრობა შეცდომას გენშტაბს აბრალებს, რომ სწორედ მათ გამოეპარათ ტერორისტების თავდასხმა. გენშტაბი კი პოლიტიკოსებს ადებს ხელს. დავის გამო ნეტანიაჰუმ გენშტაბის უფროსი ჰალევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილას მისი ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნა, რომელსაც ნეტანიაჰუს ბრძანებით ისრაელის მთელი არმია უნდა გაეწმინდა ურჩი გენერლებისგან. ასეც მოხდა. თანამდებობები დატოვეს სამხედრო დაზვერვის უფროსმა და სხვა გენერლებმა. 7 ოქტომბრის ტრაგედიის გამოსაძიებლად გენშტაბის ახალმა უფროსმა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია შექმნა, რომლის ხელმძღვანელად ექს-გენერალი სამი ტურჯემანი დაინიშნა. კომისიამ მთავრობას 140 ფურცლიანი საგამოძიებო დასკვნა წარუდგინა. ტურჯემანის კომისიამ ისრაელის მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის მოგერიების უუნარობის მთავარ მიზეზად დაასახელა. სამხედროების სტრატეგიულ ხედვასა და რეალობა შორის არსებული უფსკრული. დაზვერვის უუნარობა შეეფასებინა ადგილზე არსებული რეალობა და ეფექტურად დაემუშავებინა ინფორმაცია. ჰამასის გეგმების შესახებ დაზვერვის გაფრთხილებებისადმი ყურადღების ნაკლებობა. ორგანიზაციული და ოპერატიული კულტურის დაბალი სტანდარტები. დასკვნით უკმაყოფილო დარჩა ისრაელის არმია და მისი გენერლები. მათი აზრით, ისრაელის მთავრობა მათში განტევების ვადს ეძებს. ამ კომისიის დასკვნას არ დაეთანხმა ისრაელის თავდაცვის მინისტრი კაცი,
მან ახალი მიუკერძოებელი კომისიის შექმნა მოითხოვა. მოთხოვნა გენშტაბის უფროსმა შეურაცხყოფად მიიღო. ასე დაიწყო მათი კონფლიქტი. ახლა ნეტანიაჰუ და კოალიციის წევრები გენშტაბის უფროს ოდნავ რბილი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ, რადგან ხისტმა პოლიტიკამ შეიძლება გენერლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს და მთავრობის კოალიციის ბედი ცუდად შეატრიალოს. 21 ნოემბერს ბრაზილიის ქალაქ ბელემში კლიმატის შესახებ გაეროს კონფერენციის დასკვნითი შეხვედრა ჩატარდა. 22-23 ნოემბერს კი სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში დიდი ოცეულის ყოველწლიური სამიტი გაიმართა. წინათ ეს შეხვედრები უმაღლეს დონეზე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცეოდა ხოლმე. ახლა კი ამ ორმა სამიტმა ისე უღიმღამოდ ჩაიარა, დიდი ოცეულისა და გაეროს ფორუმებზე კი არა, თითქოს უბრალო კონფერენციებზე იყო საუბარი. მიზეზად სახელდება ის, რომ შეხვედრებში მსოფლიოს ყველა დიდი ლიდერი არ მონაწილეობდა. მაგალითად, სამიტში მონაწილეობა არ მიუღია ამერიკას. შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ფორუმზე ქვეყნის რიგითი წარმომადგენელიც კი არ წარგზავნა. ტრამპს არც დიდი ოცეული მოსდის თვალში და არც იმ სამიტის მასპინძელი. სხვათა შორის წინასწარ იყო ნათქვამი, რომ ამერიკა დიდი ოცეულის სამიტს ბოიკოტს გამოუცხადებდა. არგენტინამ თავის მეგობარ ამერიკას მხარი აუბა და ფორუმზე მხოლოდ მინისტრი გაგზავნა. დიდი ოცეულის სამიტს ასევე არ დაესწრო ჩინეთის, მექსიკის, ინდონეზიის, რუსეთისა და საუდის არაბეთის ლიდერები, თუმცა დელეგაციები გაგზავნეს, მაგრამ დელეგაციებს არ ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების უფლება. სამიტზე ამ ლიდერების არყოფნის გამო საყვედურები გაისმა. საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, ასე თუ გაგრძელდა, დიდი ოცეული შეხვედრები აზრს დაკარგავს. მართალიცაა, რადგან სამიტი მწვერვალს, ანუ პირველ პირთა შეხვედრას ნიშნავს. ფაქტია, რომ ახლანდელი დიდი ოცეული გლობალური კრიზისების მოგვარებას ვერ ახერხებს. ეტყობა, სწორედ მათი უმწეობის ბრალია შეხვედრა ქაოსური და წარუმატებელი რომ აღმოჩნდა. დასკვნითი დეკლარაციის მიღებაზეც გაუგებრობა მოხდა, რომელიც როგორც წესია, სამიტის ბოლო დღეს კი არა, პირველ დღეს გამოქვეყნდა. გარდა ამისა, საბოლოო დოკუმენტის სათაური უნდა ყოფილიყო დიდი ოცეულის სამიტის დეკლარაცია. ნაცვლად კი ასეთ სათაურზე შეჩერდნენ G20-ის სამხრეთ აფრიკის სამიტი, ლიდერების დეკლარაცია. შექმნილ ქაოსს ისიც დაემატა, რომ დოკუმენტი ლიდერების ხელმოწერის გარეშე გამოქვეყნდა. ასევე წარუმატებლად ჩაიარა ბრაზილიაში გაეროს კლიმატის სამიტმა. რადგან ამერიკა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გავიდა, სამიტში ისედაც არ მონაწილეობდა. ფორუმს ასევე არ დასწრებიან ჩინეთის, ინდოეთისა და რუსეთის ლიდერები. შეიძლება ითქვას, ახლა ბევრ ლიდერს სამიტებისთვის არც ხელა. გლობალურ ენერგეტიკაზე კონტროლისთვის ცივ ომშია ყველა ჩაბმული, რასაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმის წარმატება შეეწირა. ზოგადად სამიტის შედეგები თავიდანვე კითხვის ქვეშ იდგა. მაგალითად, ევროკავშირი განუდგა ფორუმს, რადგან მხარს ვერ დაუჭერდა ისეთ შეთანხმებას, რომელიც გარემოს დაბინძურების შემცირებას არ უწყობს ხელს. როგორც ჩანს, თვით ევროკავშირისთვისაც კი პრობლემაა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. შეხვედრის მონაწილეები, როგორც იქნა, სამიტის კომუნიკეზე შეთანხმდნენ, რომელიც კომპრომისების სიმრავლის გამო უაღრესად ბუნდოვანი აღმოჩნდა. პრესაში ითქვა, სამიტის შაშლას მონაწილეებმა დოკუმენტის გამოქვეყნება ამჯობინესო. სამიტის ბოლოს ერთი სკანდალიც აგორდა, რომელიც გერმანიის კანცლერს ეხება. ბრაზილიიდან რომ მიემგზავრებოდა, ფრიდრიხ მერცი გერმანელ ჟურნალისტებს მიგრანტებსა და ეკონომიკაზე გაესაუბრა. მერცმა ჟურნალისტებს კითხა, ქალაქი ბელემი მოგწონთ თუ ჩემსავით ერთი სული გაქვთ გერმანიაში დაბრუნდეთო. ამით მერცმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანული ქალაქები უფრო მოწესრიგებული
და მაღალ განვითარებულია ვიდრე ბრაზილიის. ჟურნალისტებმა მერცის სიტყვები დაუყოვნებლივ გამოაქვეყნეს. ბუნდესკანცლერი ბრაზილიაშიც და გერმანიაშიც გააკრიტიკეს და სულ უკულტურო უძახეს. ბრაზილიურმა ტემპერამენტმა კიდევ უფრო მეტად გაახურა სკანდალი. ჰიტლერის შვილი, რასისტი, თახსირი და კიდევ ვინიც ის რა არ აკადრეს. მოგვიანებით ბრაზილიისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ითქვა, რომ მერცმა სინანული გამოთქვა დაუკვირვებელი კომენტარის გამო. ევთანაზია თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა. რამდენადაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა რელიგია, ზოგადი მსოფლმხედველობა, ადამიანის მორალური განწყობა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ენციკლოპედიური განმარტებით, ევთანაზია არის სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისგან იტანჯება და ამ ტკივილის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შეწყვეტა ხდება. სიტყვა ევთანაზია ბერძნულად ადვილ სიკვდილს ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად ინგლისელმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკოსმა ფრენსის ბეკონმა გამოიყენა, მაგრამ მოვლენა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში იყო ცნობილი. ევთანაზიაზე მსჯელობა და მისი პრაქტიკული გამოყენება მე-19 საუკუნეში იღებს სათავეს, როცა ექიმებმა მორფინის მოხმარება დაიწყეს. თემაზე მსჯელობამ იმდენად გაიტაცა მსოფლიო საზოგადოება, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში ევთანაზიის ლეგალიზაციის მხარდამჭერი მოძრაობა შეიქმნა. ევროპაში ევთანაზიამ პოპულარობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა, როცა ომის ვეტერანები მომრავლდნენ. შემთხვევები განსაკუთრებით სიმსივნით მძიმედ დაავადებულ პაციენტებში გახშირდა. მაგალითად, მსოფლიოში ცნობილმა ავსტრიელმა ფსიქოლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა ევთანაზიით დაამთავრა სიცოცხლე, მაგრამ ეს ყველაფერი არალეგალური იყო. თემას ტაბუედო, რომელიც პირველად ჰოლანდიაში დაირღვა. 1984 წელს ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ ევთანაზიაში მონაწილე ექიმები გაამართლა. პრაქტიკის ლეგალიზაცია კი 2002 წელს მოხდა, რის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ ევროპაში თუ დანარჩენ მსოფლიოში ევთანაზიის ლეგალიზება მოახდინა. ეს ქვეყნებია კოლუმბია, ურუგვაი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და რამდენიმე ქვეყანა ევროპაში. წელს ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ საფრანგეთშიც მოხდა ევთანაზიის ლეგალიზაცია. არის ქვეყნები, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთი გადაწყვეტილების განხილვასა და მიღებას. მაგალითად, 23 ნოემბერს სლოვენიაში ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა და უმრავლესობამ უარი განაცხადა ევთანაზიის ლეგალიზაციაზე. საკითხზე მსჯელობის დროს კანონმდებლები ერთმანეთისგან განასხვავებენ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას. აქტიური ევთანაზიის დროს ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა სამედიცინო პერსონალის ან სხვა პირის აქტიური ზემოქმედებით ხდება. პასიური ევთანაზიის შემთხვევაში კი ავადმყოფის სიკვდილს მკურნალობის შეწყვეტა იწვევს. ევთანაზია რომ განხორციელდეს, დაავადებულ ადამიანს განუკურნებელი სენი უნდა სჭირდეს, იყოს ტერმინალურ სტადიაში და საღგონებაზე და დაჟინებით ითხოვდეს ევთანაზიას. თითქმის ყველა რელიგია, მათ შორის ქრისტიანობის ნებისმიერი განშტოება ევთანაზიის წინააღმდეგია. ქრისტიანობა ქადაგებს, რომ ადამიანი ღვთის შვილია და მეორე ადამიანი ვერ ჩაერევა უფლის ნებაში, ვის შეუწყვიტო სიცოცხლე და ვის არა. ევთანაზიის გარდა დღევანდელ მსოფლიოში პოპულარული ხდება ასისტირებული სუიციდი, ანუ თვითმკვლელობა დახმარებით. ეს მეთოდი ევთანაზიისგან იმით განსხვავდება, რომ პროცესში ექიმი აქტიურად არ მონაწილეობს. ადამიანი თავად იღებს
მომაკვდინებელ წამალს, თუმცა წამალს ექიმი აწოდებს. ასისტირებული სუიციდი ამ ბოლო დროს პოპულარული გახდა მარტოხელა ხანში შესულ ადამიანებში. ასევე პოპულარული გახდა ხანში შესული წყვილების ან დედმამიშვილების ერთდროული ასისტირებული სუიციდი. ოფიციალურად თვითმკვლელობის ასეთი ტენდენცია ევროპაში 2014 წელს დამკვიდრდა. მაშინ ბრიუსელში მცხოვრებმა წყვილმა ერთდროული თვითმკვლელობა ჩაიდინა. შარშან 80-იანი წლების ნიდერლანდების ექს-პრემიერმა დრის ვან აქტმა და მისმა ცოლმა ევგენიამ სწორედ ასე ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა ერთად დაასრულეს სიცოცხლე. ორივე 93 წლის იყო. ამ რამდენიმე კვირის წინ კი გერმანიაში სიცოცხლე ერთად დაამთავრეს ცნობილმა მომღერლებმა და მოცეკვავეებმა დებმა კესლერებმა. სევდიანი ამბავი კი გამოგვივიდა, მაგრამ დაფიქრება დღის, რადგან საზოგადოებაში შიში გაჩნდა ცნობილ ადამიანთა ასეთი საქციელი გადამდები არ გახდეს. გაყინულ მიწებსა და გავარვარებულ ვულკანებს შორის დრამატული კონტრასტის გამო ისლანდიას ყინულისა და ცეცხლის მიწას უწოდებენ. ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში მდებარე ეს ევროპული სახელმწიფო ევროპის არც ერთ ქვეყანას არ გავს. აქ ერთადაა გეიზერიც და ლავაც, ვულკანიც და მყინვარიც და ყველაფერთან ერთად მისი ძირძველი კულტურა, ისლანდიური ჯადოსნობა. აქ ტრადიცია, მითი და თანამედროვეობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. მე-9 საუკუნეებში ისლანდიაში ვიკინგებმა მოიკიდეს ფეხი, რამაც პრაქტიკულად განსაზღვრა ისლანდიური კულტურის უნიკალურობა. ისლანდიელების ენას ისლენსკა ჰქვია, რომელზეც 400,000-მდე ადამიანი ლაპარაკობს. ეს ენა იმდენად ახლოსაა შუა საუკუნეების ვიკინგების ენასთან, რომ ნებისმიერ ისლანდიელს შეუძლია უძველესი ვიკინგური საგები და პოეზია ისლანდსკაზე წაიკითხოს და გაიგოს. ისლანდია რესპუბლიკური მმართველობის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რითაც ისლანდიელები სამართლიანად ამაყობენ. პარლამენტი აქ მე-10 საუკუნიდან, უფრო ზუსტად 930 წლიდან არსებობს და მსოფლიოში უძველესია. მე-14 საუკუნიდან ისლანდია დანიის სამფლობელო იყო. შემდეგ შვედურ-ნორვეგიულ უნიაში შედიოდა, მაგრამ კუნძულს ყოველთვის თავისი არჩეული პარლამენტი ჰყავდა. 1944 წლიდან ისლანდია სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ნატოს წევრია 1959 წლიდან. ქვეყანამ უარი განაცხადა ევროკავშირის წევრობაზე, რადგან ის არ ეთანხმება ალიანსის თევზჭერის რეგულაციებს. თევზჭერა კი ისლანდიის ეკონომიკის მთავარი დარგია. სამაგიეროდ ისლანდია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია, რაც ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად შესვლის შესაძლებლობას აძლევს. ისლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა, სადაც მხოლოდ 320,000 ადამიანი ცხოვრობს. მეორე მსოფლიო ომამდე კი მისი მოსახლეობა სულ რაღაც 50,000 შეადგენდა. ისლანდიას არ ყავს შეიარაღებული ძალები. მის ფუნქციას გარკვეულწილად სანაპირო დაცვა ასრულებს. ისლანდიაში პოლიციელებიც კი არ ატარებენ იარაღს. ეს ქვეყანა გამოირჩევა მდიდარი ეკონომიკით, მაღალი საშუალო ხელფასითა და ისლანდიელთა სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობით. ეკოლოგიურად მსოფლიოში ყველაზე სუფთა ქვეყანაა, რადგან გეოთერმული წყაროებით თმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისლანდიურ სახლებს ხელოვნური გათბობა არ სჭირდება. აქ ცხელი წყალი მილებში პირდაპირ ბუნებრივი წყაროებიდან მიედინება. ისლანდია საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 27 წლის პოლიტიკოსი ქალბატონი ქრისტრუნ ფროსტადოტირია. ის სან-მარინოს ლიდერის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მმართველია. ქრისტრუნ ფროსტადოტირი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში დაიბადა საშუალო ფენის ოჯახში. მამა ეთნოგრაფია და დედა ექიმი. სკოლის დამთავრების შემდეგ ქრისტრუნი ისლანდიის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო.
შემდეგ ამერიკაში გააგრძალა სწავლა. ბოსტონის უნივერსიტეტში ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი, ხოლო იელის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობათა დარგში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. ისლანდიაში და ამერიკაში სწავლის დროს სხვადასხვა კომპანიაში გადიოდა სტაჟირებას, მაგალითად, ისლანდიაში ეროვნულ ბანკში მუშაობდა. ამერიკაში მსოფლიოში ცნობილ საინვესტიციო ფონდში Morgan Stanley. სწავლის დამთავრების შემდეგ 2016 წელს ამ ფონდის ლონდონის ფილიალის ანალიტიკოსი იყო. ერთი წლის შემდეგ ფროსტა დოტირი სამუდამოდ დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წელს ისლანდიის სავაჭრო პალატის მთავარი ეკონომისტი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი ისლანდიის ერთ-ერთი მსხვილი კერძო ბანკის მთავარი ეკონომისტი. 2021 წლიდან იწყება ქრისტრუნის პოლიტიკური კარიერა. ის ისლანდიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა და პარტიული სიით იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა. პარლამენტში მოხვედრისთანავე ქრისტრუნმა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. ის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტში მუშაობდა. 2022 წელს თავისი კანდიდატურა სოციალ-დემოკრატიული ალიანსის ლიდერის თანამდებობაზე წარადგინა, სადაც კონკურენტი არ ყოლია. მან პარტიის ყრილობაზე ისლანდიის ისტორიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. პარტიის წევრების 94%-მა დაუჭირა მხარი. ქრისტრუნმა შეძლო პარტიის განახლება და საპარლამენტო არჩევნებზე მომზადებული და გაძლიერებული მივიდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა ქრისტრუნის ლიდერობით პირველი ადგილი დაიკავეს, მაგრამ პარტიამ ხმების მხოლოდ 21% მიიღო. ისლანდიის პარლამენტში, ალტინგში, რომელიც 63 წევრისგან შედგება, სოციალ-დემოკრატებმა მხოლოდ 15 ადგილი მიიღეს. დანარჩენი ადგილები სხვა პარტიებმა გაინაწილა. კოალიციის ჩამოსაყალიბებლად ყველა პარტიამ დაიწყო ერთმანეთთან მოლაპარაკება. ყველაზე წარმატებული ქრისტრუნის ლიდერობით სოციალ-დემოკრატები აღმოჩნდნენ. მათ კოალიცია სახალხო პარტიასთან და მწვანეებთან შექმნეს. 2024 წლის დეკემბერში ისლანდიის პარლამენტმა ქრისტრუნ ფროსტადოტირის კაბინეტი დაამტკიცა. ასე გახდა ქალბატონი ქრისტრუნ ფროსტადოტირი ისლანდიის 28-მე პრემიერ-მინისტრი. ამერიკის პრეზიდენტის გრენლანდიის მიმართ მუქარის შემდეგ ისლანდია გრენლანდიას მხარში ამოუდგა. ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გრენლანდიას ეწვია და იქ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ორი ქვეყნის თანამშრომლობის დეკლარაცია განიხილეს, რომლითაც ვაჭრობის, თევზჭერის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში კავშირების გაძლიერების გეგმები დაადასტურეს. ამ ბოლო პერიოდში ისლანდიას რუსეთის სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავების ისლანდიასთან ახლოს ცურვა აწუხებს. ამ გამოწვევის განეიტრალებისთვის ისლანდიამ გერმანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გერმანიის სამხედრო გემები ისლანდიის აკვატორიას გააკონტროლებს. ქრისტრუნ ფროსტადოტირი დაქორწინებულია. წყვილს 2 პატარა შვილი ჰყავს. დღეს ასე დავასრულებ. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.